გამარჯობა მეგობრებო, ეხლა გადავწყვიტე ლაივი ჩავთო და ლაივის მეშვეობით გესაუბროთ, იმიტომ რომ იქ საავადმყოფოში ვერ გელაპარაკეთ, იქ გვერდზე პაციენტები იყო და არც ნიკოსთან სიმართლე გითხრათ, ეხლა არ მინდა რომ რაღაცა ეს ჩემი ემოციები გამოვხატო და ჩემი წყენები რაც მაქვს დაგროვებული ზოგადად თქვენს მიმართ და რასაც ვგრძნობ ეს რამდენიმე დღეა, ანუ 7 დღეა დაახლოებით რა და ეტყობა როგორც ჩანს დაგვიბლაგო და რაღაცა თემები ის თემები, რაზეც ჩვენ წლები გვაქვს დახარჯული და რასთან ერთადაც საქმეები გვეკეთებია ამ წლების განმავლობაში რა და ეხლა მე მინდა ერთი გავშალო ეს თემები და გელაპარაკოთ კარგად რა და სათაურშიც დავაწერე ამ ლაივს ზოგადად რომ ეხლა ვინც ვერ გაიგებთ რაზე დაგელაპარაკებით შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ სამუდამოდ ჩემი გვერდი რა ან კიდე ზედმეტ რაღაცა შევამჩნევ კომენტარებში და მე თვითონ მიგაბლოკავთ და მე თვითონ დაგატოვებინებთ ამ გვერდს, იმიტომ რომ 10 წელია თითქმის უკვე გესაუბრებით, 10 წელია რაღაც საქმეებს ვაკეთებთ და რა თუ არა ესეთ საკითხებზე მინიმუმ საუბარი არ უნდა მჭირდებოდეს ამ ჩემს გამომწერებთან, რომელთა ერთადაც რა ვიცი რაღაც პერფორმანსები, ფიზიკური საქმეები, რა არ გვიკეთებია ერთობლივად და რა არ მიჩვენებია ამ ხალხისთვის რა და რატომღაც ჩემს გარშემო შემოეყარეთ ეს ზოგიერთი ხლამი რომელიც საერთოდ არაფერში არ მჭირდებით და არასდროს არ მჭირდებოდა. მე ვარ ერთადერთი ადამიანი ქართულ სოციალურ მედიაში, რომელიც პირდაპირ ვამბობ. იმას კი არა, რომ ხალხო დამალაიქეთ და პუწი რაღაცა. პირიქით, რამდენჯერე თუ არ გადის ხოლმე, რო არ გითხრათ, რომ საერთოდ გავუკეთეთ გამოწერა, გავუქმეთ ჩემს გვერდზე წადით შორს, რაც შეიძლება და იქიდან საერთოდ აღარ გამოჩნდეთ, არ მობრუნდეთ ხოლმე რა. იმიტომ რომ ზოგ კომენტარს რაღაცას წავაწყდები, უამაზრზენეს კომენტარებს წავაწყდები ხოლმე, ну აი არ ვიცი ზოგადად როგორ შეიძლება რა ჯიშის და რა ჯულის შეიძლება იყო ადამიანი, რომ ესეთ ფიქრს საერთოდ თავში უშვებდე, რასაც ზოგი წერს კომენტარებში. მე არ უბლოკავ, მაგრამ ეხა ხვით გეუბნებით, რომ თქვენით გახვიდეთ ზოგადად ჩემი გვერდიდან და დატოვოთ ჩემი გვერდი. იცით ეხა ეს ერთი კვირაა, უკვე ნიკოზე ვარ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე, საერთოდ არაფერზე არ გადადის ჩემი კონცენტრაცია, ვიღაცამ წერს ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ რომ საკითხი დგას ესე რომ 38 წლის კაცს, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და ამისთვის შოუ უნდა დავდგა როგორც ჩანს და რაღაცა უნდა ჩავბჟირდე და ხახვი უნდა დავიდო წინ როგორც ნაჩვევი ხარ ზოგადად ამ შოუებს და ცრემლები უნდა ჩამოუყარო და რაღაცა დრამები უნდა დავდგა და თეატრალური ისინი უნდა გამოვიყვანო როლები როგორც ჩანს რომ თქვენამდე დავიყვანოს საკითხი 38 წლის კაცს სიცოცხლით სავსე კაცს უპატიოსნეს ადამიანს, ოღონდ მართლა მე განცვიფრებული ვარ და ჩემს ცხოვრებაში ეგეთ პატიოსან ადამიანებთან მე შეხება არ მქონია, გულწრფელად ვიძახი, ამას ისეთ პატიოსნებაზეა საუბარი, რომ ორცალ მობილურ ტელეფონს რო ყიდულობდი ბავშვებისთვის, რო ჩამეტანა კაცმა მომწერა, რომ ერთს აქვს მობილური და მეორე არ გინდა ერთი ცალი წამოიღე, ერთ-ერთს არა აქვს, წარმოვიდგინეთ. ესეთ პატიოსან ადამიანზე არის საუბარი 7 დღეა უკვე გიდგამთ შოუებს. არა ფულზე აღარ ვლაპარაკობ უკვე და იმერტლარზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც ყველა თქვენთაგანს მოგეძებნებათ. რა მე ხო ზუსტად ვიცი და ჩემზე კარგად არავინ არ იცნობს ამ არ ვიცი რა დავარქვა რა, ბიდლოდ ქცეულ ქვეყანას ზოგჯერ რო ვაკვირდები რა, სად არ დავდივარ, ხან ერთ რეგიონში ვარ, ხან მეორე რეგიონში ვარ და კარგად ვიცი, როგორც არ უნდა უჭირდეს ადამიანს და როგორი სოციალურად დაუცველიც არ უნდა იყოს, არ იძებნება საქართველოში ადამიანი, ვისაც 1 ლარი არ აქვს. მაგრამ ამაზე ეხა უკვე აღარ ვლაპარაკობ რა, 7 დღეა გელაპარაკებით უკვე იქ ტაი დღეს საავადმყოფოში მოვიდა. თემო იქ გერმანიიდან ჩაერთო. ადამიანები რომელიც ძლივს გამოვაწიწკნეთ სიკვდილს ხელიდან, წარმოიდგინეთ, ხო? და გესაუბრებით ეხლა მშვიდად და ამ შოუების და რაღაც დრამების გარეშე რომ ადამიანი უნდა გადავარჩინოთ. ხო ხსნი ამას გასაგებენაზე, ხო ვიძახი ამას, რომ ადამიანი უნდა გადავარჩინოთ. ხვალ შენ რომ იყო ის ადამიანი და შენ რომ იყო სარეცელზე მიმაგრებული, შენთვის რომ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის 1 ლარი და ჩასაფრებული რომ იყო ტელეფონთან როდის გამოსცემს ხმას, უკეთესად გაიგებდი. მაგრამ როგორ ჩანს ემოციაა საჭირო რომ თქვენამდე მოვიტანო ჯამი ჭურჭელია. პირში ხელი არ უნდა ჩაიყო, აი ესე დონეზე უნდა გელაპარაკოს ადამიანი, რომ შეგირყიოს სინდისი, ნამუსი რაღაც დონეზე გაგაცნობიერებინოს, რომ ადამიანი როცა არის ესეთ მდგომარეობაში, მე მესმის თქვენ ახლა შეეჩვიეთ რაღაცა ისეთ შოუებს, რომ ის რაღაცა ესთეტიკური ოპერაცია და რაღაცა პუწი შოუები, რომ ვაიმე ახლა ის ისეთია და ოპერაციის შემდეგ როგორი იქნება ვიზუალურად და იცით კარგად რაღაცა ეს საკითხები ახლა ამ ბოლოს პოპულარული ხდება. იმას კი არ ვიძახი, რომ ეს ცუდია, უბრალოდ ჩაჩვეულები ხართ ამ შოუებს. ამ ამაზრზენ შოუებს ზოგადად, რომ ადამიანის გადარჩენა გახდა შოუ ამ ქვეყანაში. რა ყველაფერი უკუღმართი ხდება საერთოდ ამ ქვეყანაში, ზოგჯერ ჭკუიდან გადავდივარ ხოლმე რა.
რო ვუფიქრდები, ესე იგი, ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაიქცეს შოუთ, რომ გადარჩეს ადამიანი ამას ითხოვთ? რა ფორმით 7 დღეა უკვე რა ფორმით არ გელაპარაკებით? მეტი როგორი ვიდეო გადავიღე, მეტი რა გავაკეთო, მაინტერესებს. რა გავაკეთო მეტი ჩემი მხრიდან, რამე არის შესაძლებელი, რამე ფორმით შეიძლება გადავთარგმნო კიდე რომ აგიხსნათ, რომ ადამიანი გვეღუპება და შეირყიე რა ეს სინდისი და ნამუსი შეირყიე, რომ გაიგო და მიიტანო ეს საკუთარ თავამდე, რომ ხვალ შეიძლება შენი შვილი იყოს იგივე მდგომარეობაში, ჯვარი გწერიათ ყველას. ხვალ შეიძლება მე ვიყო იგივე მდგომარეობაში, შენ იყო იგივე მდგომარეობაში. ხვალ შეიძლება შენ იჯიდე და ელოდებოდი იმ ტელეფონის გაწრიპინებას, ერთი ლარი ვერ გაგაგდებინეთ ხელიდან. რას იჟოშკებით, ხალხო? რას იჟოშკებით, ღმერთის მაინც არ გეშინიათ? მაინტერესებს რა სინდისის და ნამუსის ხალხი 200,000 გამომწერი რატო ხარ ჩემს გვერდზე საერთოდ? რატო ხართ ეს 219,000 გამომწერი? გადით საერთოდ წადით რა ვინმე გამოიწერეთ. წადი რამე პუცუ გამოიწერე, ვინ ტრაკი გაიდიდა, ვინ ძუძუ გაიდიდა და იქ რაღაცა იმასქენი უბალეშიკე და უგულშემატკივრე ჩემთან რატო ხართ? ჩემთან რატო ხართ გეკითხებით? გადით ჩემი გვერდიდან გეუბნებით რა. ამათ უნდა ეხვეწო 1 ლარი წააგდებინო ხელიდან. 1 ლარზია ლაპარაკი, რამდენი წელი უნდა ილაპარაკო, ეხლა უნდა მოკვდეს ადამიანი? უნდა დამძიმდეს რეანიმაციაში და გადაიყვანო, რომ კაი შოუ გამოვიდეს თუ რას ელოდებით გამაგებინეთ? და ესეთ ემოციაზე უნდა გელაპარაკებოდეს ადამიანი, რომ სინდის. წეგან დავდე თემოს ვიდეოს ძლივს გამოვაციტკრეთ ბიჭი სიკვდილს ხელიდან. ძლივს გამოვა და გერმანიდან. ეს ბავშვიც ჯერ საერთოდ რატო უნდა იჯდეს ვიდეოსთან? ეს ვისი ბრალია? თქვენ შოუს მოყვარულებო თქვენ? თქვენ ფარისეველებო თქვენ? ეს ვისი ბრალია რომ ამ შოუებს მადგმევინებთ იქ? ვისი ბრალია რომ 16 წლის ბავშვი კამერასთან უნდა დავაყენო და ვიდეოები ვაწერინო რომ თქვენი სინდისი შეწუხდეს? ეს გჭირდებათ მაინტერესებს? და დავდე ის ვიდეო და გაზიარებაც კი გენანებათ, თქვენ წუწურაკებო თქვენ. გაზიარებაც კი გენანებათ. და მერე თქვენ გაქვთ პრეტენზია ქრისტიანობაზე და თქვენ დადიხართ ეკლესიებს და თქვენ მარხულობთ. ჭამე რაც გინდა, ჭამე ხორცი და რაც არ უნდა ჭამო, უკეთური ხარ და ფარისეველი ხარ. გესმის შე რას გიხსნი? ამათ უნდა ემათხოვრო ეხლა რომ 1 ლარი წააგდებინო უნდა ხელიდან და არიქა ცრემლი უნდა ჩამოაგდო და წიწაკა უნდა ვატაკო თვალებში ოჯახს. ამას იძახი თქვენ ფარისეველებო თქვენ. გადაეტიეთ საერთოდ ჩემი გვერდიდან შორს. საერთოდ დამბლოკეთ და წადით ჩემი გვერდიდან. არ მჭირდებით რა ეს უკეთურები და ურჯულოები რა. შეიძლება ადამიანს გეხვეწებოდე რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ მეთქი? ჩემთვის მირდა ხალხო ოჯახის ანგარიშის ნომერი ხო წერია? ყველა ვიდეოში ვიმეორებ. ოჯახის ანგარიშის ნომრები. დააგდე რა ის 1 ლარი შეწუწურაკო, შედააგდე. თქვენ მათხოვრებო მართლა. კიდე იქ ვიღაცა გამომიხტა და გუშინ მიწერს კომენტი. დაიწყო ამენ მათხოვრობა. წაეგდე და შენი მათხოვრე სიცოცხლე გადაარჩინე. სიცოცხლე გადაარჩინე და იმათხოვრე. წაგდებული რო გაქვთ ენები შემოხვეული ყელზე და რო აღარ იცით სად ანთქიოთ ეს თქვენი ღვარძლი. წადი და იმათხოვრე, გააკეთე. დააორგანიზე, გააერთიანი ათასობით ადამიანი. მაგრები რო ხარ, ატლიკინებთ ამენას. და ამაზე ხა ნერვებს უნდა ვითხრიდე აქ. და ამაზე ასეთი ემოციებით უნდა ვლაპარაკობდე, რომ 37 წლის კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ხვალ შეიძლება გულმა უმტყუნოს და რო გარდაიცვალოს. სინდის როგორ აპატიებთ ხალხო? სინდის როგორ აპატიებთ მაინტერესებს? და მერეა კიდე მოგივარდებთ და ჩვენს მღვდლებზე რა სიძახი გეტყვიან? ჩვენს მღვდლებზე ამ ქვეყანაში რომ ქრისტიანობა არსებობდეს, აი ესეთ ემოციაში და შოუების დადგმა საჭირო არ უნდა იყოს. რაზია საერთოდ ლაპარაკი თქვენ საერთოდ აცნობიერებთ ხალხო? რაზია ლაპარაკი აცნობიერებთ მეთქი გეკითხებით? ვის არ მოგეძებნებათ 1 ლარი ღმერთს უპასუხეთ. ღმერთს უპასუხეთ ვის არ მოგეძებნებათ 1 ლარი. თქვენ წუწურაკა მათხოვრებო თქვენ. ამათ შეხედე რა ვინ არიან ესენი რა. ესე იგი მე ახლა რა უნდა გავაკეთო მაინტერესებს? კიდე რა დავდგა, რომელი შოუ დავდგა რომ თქვენს თვალს, თქვენში სევდა აღიძრას. რომელი შოუ დავდგა გამეცით პასუხი ამაზე. რა გავაკეთო მაინტერესებს? კიდე რომ გადავარჩინოთ ადამიანი, რომელ ენაზე უნდა გელაპარაკო, რომელ ენაზე? გინებით გელაპარაკოთ, თქვენს ენაზე გელაპარაკოთ?
ეს ფარისეველი უკეთურები ხართ, უკეთურები. ხვალ შენ რო აღმოჩნდე იმ სარეცელზე და საავადმყოფოში აპარატზე, შენ თვითონ იქნები იმ ერთი ლარის იმედად და შენნაირი დაგაიგნორებს, შენნაირი გაგიმეტებს სიკვდილისთვის. თქვენ ამას აცნობიერებთ? რა გიწერია იმ სახარებაში? რა გიწერიათ იმ სახარებაში? არ წერია მოეკეცი ისი ადამიანს, როგორც გინდა რომ შენ მოგექცესო? თქვენ როგორ ეკცევით მომაკვდავს? პასუხი გდადეთ ახლა ამაზე. თქვენ თვითმარქვია ვაი ქრისტიანებო თქვენ. და მე იტყვე ქრისტიანები ვართ და მარხვაზი არიან. ვის რათ უნდა ხახო თქვენი ეგეთი მარხვა? ვის რათ უნდა თქვენი ეგეთი ფარისევლური მარხვა ცხვირწინ გიტრიალებთ 400,000 500,000 ადამიანს, 9,500,000 ადამიანს. ეხა მე რა გაპასუხი უნდა გამცეთ ამაზე? 9,500,000 ადამიანს ცხვირწინ გიტრიალებთ, 38 წლის კაცი იღუპება, გიმეორებთ, 7 დღეა გადაბმულად გიმეორებთ. მაგ 9,500,000 ადამიანის 20%-მა რომ იხტიბარი შეიტეხო და სიდისი და ნამუსი და ქრისტიანები რო თქვენ იყვნენ. ეხა უკვე ის ფული მოგროვებული იქნებოდა, გზაში იქნებოდა საერთოდ. და ამიტომ ეხა უნდა ვჭედო და ვიყვირო აქ რომ ამათ შეუწუხო თურმე სიდისი. წადირა დადექი ეკლესიაში წაიკარი, თავსაფარი და ითამაშე წმინდანობანა რა, ეგაა თქვენი ფარისევლური ცხოვრება და ეგაა თქვენი მორწმუნეობა და ეგაა თქვენი ზოგადად რა, რასაც იკვეხლით ხოლმე რა. დაყარეთ ის ერთი ლარი მაგიდაზე, ადამიანია გადასარჩენი, ყველა პოსტს ქვემოთ აქ ანგარიშის ნომრები ოჯახის ანგარიშის ნომრები აქვს. დაყარეთ ის ერთი ლარი, თქვენ ფარისეველებო. ადამიანია გადასარჩენი, თქვენ ურწმუნოებო და სადაა საერთოდ თქვენი მღვდლები? სადაა საპატრიარქო 60 მილიონი? სადაა მაინტერესებს? თქვენ მართლა როგორ ჭაობში ცხოვრობთ, ისიც არ იცით საერთოდ. როგორ ჭაობში ცხოვრობთ? ერთმანეთს რო არსებებთ ამ ჭაობში, თქვენ უკეთურებო თქვენა. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორი ფარისეველები ხართ. ხვალ რა შოუ დაგიდგათ, მაინტერესებს? როგორი შოუ დაგიდგათ, მაინტერესებს? ციცაკა წავუსვა თვალებში? გულით ავადმყოფ ადამიანს მაინტერესებს? თქვენ ფარისეველებო, თქვენ შოუს მოყვარე, პური და სანახაობა. ეს ლაზღანდარები ესენი. კი შეგაჩვიეს ამ პურ და სანახაობას, მაგრამ დაგიდგებათ ჟამი, თვითონ დაგჭირდებათ პური და სანახაობა, რომ თავი გადაირჩინოთ, იმიტომ რომ სამართლიანია განგება და სამართლიანია ღმერთი. გესმით თქვენ ეს? ფარისეველებო თქვენ. ანგარიშის ნომრები ყველა პოსტს აქვს ქვემოთ. დადეთ ფული, ადამიანია გადასარჩენი. გესმით ასეთი ხმით? ასეთი ფორმით თქვენთვის გასაგებია? თქვენ უკეთურებო თქვენ. დაეყარეთ თქვენ მარხვებზე და საერთოდ გაქრით ჩემი გვერდიდან. საერთოდ ნოლზე რო ჩამოვიდე, არაფერში არ მჭირდები, თქვენ ფარისეველო უკეთურო ბიდლო მართლაც.